შენი მამა შენ ცხოვრებას გინგრევს თუ ამ ყველაფერს აკეთებს. უნდათ გადანაშაულებს ყველაფერში, არ გისმენს, ყოველთვის თავი მართალი გონია. ყოველთვის შენ უნდა იყო ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტს გააკეთებს, მაგრამ საკმარისი დაფასება მაინც არ გექნება. ყოველთვის შენ ხარ დამნაშავე. სინამდვილეში ეს ადამიანები ტრამვირებულები არიან და შენ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ თუ მათთან დისტანციას არ დაიჭერთ. მაგრამ ლორენც როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ის ხომ ჩვენი მშობელი არის. კონსულტაციებზე იცი რამდენი მოდის განადგურებული ახალგაზრდა გოგოები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც მშობლებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. ჩაერემნენ ურთიერთობებში, ჩაერემნენ კარიერაში, ჩაერემნენ თითოეულ მაცხოვრებისეულ ნაბიჯზე და არ მისცეს იმის საშუალება, რომ ცხოვრებაში აერჩია თუნდაც ის პროფესია, რომელიც მას უნდოდა, ან დაეჭირა იმ ქალთან, ან იმ ბიჭთან ურთიერთობა, რომელიც მას უნდოდა. და ეს ყველაფერი არის მენტალურად ტრამვირებული ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც თავის შვილებზე აუცილებლად გადაიტანს.